საღამოშიდობის საპატიო ტელემაყურებლები ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება გუთათელ გაენათენ მიტროპოლიტი ივანე. დაგვრაცოთ თქვენ მეუფეო. მეუფე, ეხლა კვირას იყო ჯვრის დაყვანისცემა, სახარებასაც შევეხოთ და აი დავიწყოთ ამით გადაცემა ამ დღესასწაულით. ნუ დიდ მარხვის ეს კვირა მას იწოდება. იწოდება, იმიტომ ეკლესია გვახსენებს ყველა ადამიანს ცხოვრების გზაზე თავისი ჯვარი აქვს ეტუთავი. და დომ ხსოვნა ჯვარზე და ხომის ადამიანს. რომელი კარგი თანმიმდევრობა დიდ მარხვის ამ კვირა დღეების. გახსოვთ პირველი კვირა იყო მართლაც ზეიმი, შემდეგ იყო კვირა ხსენება მათემატიკის ჩვენ გრიგოლ პალამარსით ეს ანტარესკოპოსა და ეხლა მესამე კვირა არის ჯვრის დაყვანისცემის შემდეგ. მერე მოყვება ხსენება ეს ჩვენ იანის სინელის, იმის აღწერილის, ეხის დედის მარიამ ეგვიპტელის და ასე შემდეგ. და ეს თანმიმდევრობა გამორჩილი კვირების ასევე მნიშვნელოვანია. გვასწავლეს და გვაუწყეს ჩვენ და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოდერნიზაციის რწმენას და ზოგადად ჭეშმარიტ რწმენას. უბრალოდ კონკრეტულად არა ზოგადი რწმენას, ამით უბრალოდ ჭეშმარიტ რწმენის, ჭეშმარიტ ღმერთისა მიმართ რწმენის. და შესაბამისად ეს უკავშირდება ეკლესიას, რომელიც მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით გვასწავლებს, გვმოძღვრავს და გვახსენებს უფლის სიტყვებს. ისე ჩვენი სულიერი განვითარების ზრდისათვის. ჯვარის თაყვანისცემა და უკავშირდება ერთის მხრივ გოლგოთას ჩვენთვის უფლის მიერ შეწერული სიყვარულის ხერხის. ღმერთი თავისი ქნილების სიყვარულით თავისი ადამიანის ხსნისათვის მოევლინა ქვეყანას და ქვეყანაზე მედაცნობუნების მქონე ადამიანისგან იყო დევნილი, შევიწროებული და ბოლოს სასიკვდილო განწირული. მაგრამ უფალმა წინასწარ იცოდა და აუწყამოდა ბებს და მზად იყო ამ მძიმე ჯვარის დირთვისათვის, ჩვენი ხსნისათვის, რომ უდანაშაულომ დამნაშავეზე სავალდებულო სასჯელი თვითონ იტირს და ადამიანი განთავისუფლა ამ დირთვისგან ადამიანი. მაგრამ არის შესაძლებელი პირობა, რომ იმ პიროქნილი ცოდვისგან განთავისუფლება არ არის საკმარისი. როდესაც მათ ცხოვრი გოლგოთაზე ასული ამბობს მამა მიუტე არ იციან რას აკეთებენ, უკვე საზოგადოდ ყველა მიუტევა უფალმა, მაგრამ ეს მიტევება თვითონმა უნდა გაითავისოს თვითონ. სინანულით დაინახოს თავისი წოდები, თავისი განდგომა ღვთისაგან და ღვთის შეწყვეტა სწავლით უფალთან დაბრუნდეს. სინანულით განწმენდილი. და აი ამ გზაზე სწორედ უფალმა აჩვენა, რომ შეუძლებელია გაიაროს გზა ჯვარისთვის გარეშე. არის ჯვარი ხილული, რომ უფალმა ატარა გოლგოთაზე სვლისას, მაგრამ ეს არის ხილული ასე ჯვარი. ჯვარი როგორც ცხოვრებისეული, მოვლენების სიმძიმე, რომ ადამიანი უნდა მოთმინებით აიტანოს სიმდაბლით, თანდადებით, სიყვარულით
შეგნებით რომ ყოველს მის ხსნას და მის ხონებებს ემსახურება. ამიტომ არა განიკითხავდეს, არამედ მადლობდეს. ყველას თავისი ჯვარი აქვს მოცემული. და ეს გზა უნდა გაიაროს მან. ამასთან დაკავშირებით ეგ დაკითხული მარგოლის სახარებიდან სიტყვები თუ ფალი ამს რომ ვისაც უნდა იყოს შემოწაფე ხო უარყოს მამა დედა და ძმა თოვლი შვილი საკუთარი თავი აიღოს თავისი ჯვარი და შეუდგეს მე როცა და ნელი წარმოსადგენია ეს ასინეს უარყოს მამა დედა მაგრამ სახარებაში და მინატრებსაც ყოფილი სულიად უნდა გაიგოს ეს ნიშნავს რომ ძვირფასი შენთვის მშობელი უფალი უფრო ძვირფასია ამიტომ უფალმა შექმნა შენ და შენი მშობლები და მთელი მოდგა და მთელი სამყარო ამიტომ როგორც უპირატეს მიმართ მე სიყვარული გმართებ შენ ხო ამიტომ უარყოს არ იწინააღმდეგო ცებას პატრიოტიზმს და დედას არა მაგრამ მშობელი და ძმა და კიდე ცოლი და შვილი ის დაცული ბუნების მატარებელია ამიტომ შეიძლება ის ცდებოდეს და აი ცდომილებაში არ უნდა აყვე მიკერძოების გამო რახან ის მამა ჩემია დედა ჩემია კი მაგრამ იმროგით ანგრევს ეკლესიას ან შელახავს სიწმინდეს შენ ამ შემთხვევაში რა შეიწარებ თუ ეწი მამა რა საკეთებ და აი სწორედ ეს არის აქ იგულისხმება რა უარყა მამა და დედა რომ არასწორ მაგალითად ცხოვრების და კარიერული სახვები აქვს მშობელს და ყვება ოჯახში აი ხა ვიღაცას უნდა რა ინტრიგა გაუკეთოს ჩამოიცნოს დიდან კონკურენტი და თვითონ მივიდეს და ანუ შულს ამასასწორებს არა ყოველი მას თურისგან არის ბოლოტევსკენ არ მიიღო შენ ვინც არ უნდა როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს შენი დედა დედა მამა გინდა დადა ძმა გინდა ცოლი და შვილი და საკუთარი თავი და შენთან შინაგანი შენი ცხოვრებაში გამოსვლით იცი რომ ხანდახან მოგდის უკეთური აზრები უხამსითო ბილწი ზაკრული დრული ხო და აი თუ შენ თავი თუ არ ყავი რომ ეს ის არნი მასურისა ნასული შენ გულში და შენ გონებაში შენ უნდა აირიდო არ მიიღო და გარკვეულად უნდა აღიჭურო როგორც მოცხრენს რწმენის ჯავშანით ხო ბერანგით და მაგრამ მე აიღიდა შემომიდექ მე აი თუ შენ ამას გაივლი მე შენ უფლის გზითაც შეგიძლია იარო უკვე დიახ აი სიტყვებიც ხო ამასთან არის დაკავშირებული როცა ერთი მივადეებნება რომ გამომყევია რომ ეტყვის მაცხოვარ და ჯერ მამას დავმარხავ და მე მოვალო და არა აცადეო დრემაგდრები დამარხოსო კი ეს როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები კიდე ნუ შევწყვეტი შემოსული მაგრამ არის ხალხი ადამიანები ახლობ ნათესავები მეგობრები მეზობლები ვინც ამ აუცილებელ რათა პატრის მიგებას მიცავლებას მიმართ ხო ანუ ზრუნვას საფრთხეს გაძღისის ზრუნვას განკერძის მომზადებისთვის კი ზრუნვას კიდე სხვა რაღაცა საქმეების ამას დაკავშირებული რომ ამას ისინი გააკეთებენ შენ აქ მოცემული საქმე ამაზე უფრო მეტი და მოტებული რასაც ისინი ვერ გააკეთებენ და გადანაწილება ხდება ეს ზრუნავს იმისით თუ ფრაზაკერზები იქნება და შენ ზრუნა მისის რომ თხოვო მრევლს და მოდრებს და უკავშირდეს სხვადასხვა დადოს რომ მოიხსენ ჩემი ახლობელი ლოცით რომ მისი სული ახლა ღვთისმშობლში წარდგება და მიტევებას უნდა ვითხოვ მისთვის მივედეთ უფალს ხო ანუ ეს არის ის საქმე რომელსაც სხვა ვერ გააკეთებს შენი გასაკეთებელია თუ შენ ხარ მორწმუნე
და გესმის მიცვალებული შენი ახლობლის სული ახლა გადის ახლა საფეხურებს იქ როგორ საფეხურებს გადის ერთი სულისთვის განშორება სხეულის საკუთარ სხეულისგან განშორება უკვე ტკივილია განშორება ახლობლებისგან ტკივილია და განშორება ამ ქვეყნისაგან და ფართოდ წეს სამეგობროს სანთესავსგან ესეთ ტკივილია რომ დაირღო ის ურთიერთობა რაც იყო და იქნება ახალი აი ამ მისი ტკივილში თანადგომოჭირდება ეს თანადგომო ლოცვით სრულდება თოფას ვედრებით რომ შეეწირს მას და შეუმსუბუქოს ეს ტექსტი დამჩენზე გავიდა საზვერების გავლენა საფეხურებზე და შემდეგ და აი არის კიდე ასეთი რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება მისი ახლობლები აი ზუსტად ამ ჩვენ საუბარს ეხება რომ აი უფალი რომ აცადე რაც თქვენ ბრძანეთ რომ იმას მიხედავენ ახლობლები და ნათესავები და შენ მოდი ჩემთან და ისინი რატომღაც აი თქვა გარდაიცვალა შაბათი კვირა სამშაბათს გრძალავენ ხო ამ დღეებში ისინი ტაძარში არ მოდიან საერთოდ იშვიათად რომ ვინმე მოვიდეს არიან სახში და ამ დროს ჭირდება მოხსენება მის სულს ახალი გარდაცვლია და რატომღაც იგენი არ მიდიან აი ზუსტად იმ საქმეებს აგვარებენ რასაც თქვენ ბრძანეთ მე კი ისიც აუცილებელია բայց არ მავალია დღეს საჭიროა გააკეთე ხოლმე აღარ გასაკეთებელი საქმე ხო და სულსათი ზრუნვა უწყეტად ითილდება იმიტომ ის სული იმ გზაზე დგას ხო ერთი განშორება ამ ქვეყნისგან ახლობლებისგან შემდეგ ახალ გარემოში ხო სული როგორ არის ესეც ამ უცხოა თუ ღვთისათნოების სავსე ადამიანის ეს გამორება უნებრივი არის და ღვთისნიერია და სადაც უფალი სუფევს და ვიც არ იყო ამ გზაზე ესე იმისი სიმძიმეა აი თქვენ იგავი გახსოვთ დიდარზე და ლაზარეზე ხო დიდარს ეგონა ყველაფერი მისია და ფუფუნებაში ცხოვრობდა და აი აღმოჩნდა რომ იქ დამძიმეთ იყო და ეს გაფრთხილებაა ჩვენთვის რომ სხვა ნაირად იქ სხვა განცდებია სხვა განზომილებაა სხვა მდგომარეობაა ჩვენ აქ ვერ ვასხავებ სულს სხეულს ნუ ეს ერთია და ეს გაიყოფა მაშინ სხეული მიწას მიებარება და სული ღვთისიაში ტარდება ანუ ეს მაინც ამ სხეულს უფრო პატივის მივაგებთ ვიდრე სულს ასე გამოდის ხო სხეულს არის პატივია მაგრამ არ უნდა დააკლო მაგრამ ის თავი არ უნდა დავიწყო და დაუტოვე იქ საკმარის ხალხი ვინც ამას გარდა შენ მე გამომყევია და შენ გამომყევი სადღაც გამოყვე აი ციტის გზაზე სულისადი ზრუნვის გზაზე შენი სულით ვარზუნობს ხის სულით როგორ იზრუნებ შენ თუ სულით ხოვრის გამოსილება არ გაქვს სხვა სულს გაუზიარებ ეთო ამთან მიულებ გაყევი ხო განმეფება ხშირად არის ეს შემთხვევა როცა მივდივართ ჭირისუფალთან ადამიანი გარდაიცვალა და ვეკითხები რომ ღვთელი ყავდათ მოყვანილი ახსარება ჩააბარა არა მამაო არა მოგვერი და როგორ თქვა შეეშინდებოდა იფიქრებდა კვდებიო და აი რომ მოგდა მე რა ვქნათ ახლა არც არაფერი გაგვიგეთებია მისი სულისთვის და რომ წავიდა კაცი დამძიმებული აი ეს ხშირი შემთხვევებია მეუფეასი ამაზე რა სიტყვოდით როგორ უნდა იზრუნოს ავადმყოფის პატრონმა შეიძლება იცის კიდეს მაგრამ ეს ვერ ახერხებს მაგალითად არის შემთხვევები როდესაც მოდენი გარდაცვლილზე ამბობენ რომ ისო ემგონი მოუნათლავი იყო ეხლა რა ვქნათ ხოცა სამწუხარი იყო არ გაინტერესებდა ეხლა როცა უკვე სულის ხელს გასურდა და მე იმ სულს უკან ვერ დავაბრუნებ ვერ მონაშილო მარტო ეს სხეული ხო არა ინათლება ის სული რწმენით ხის მადლით და ის უკვე აშორებულია ის უკვე უფლის ხელშია მე არ მიმეშლება იქ ახლა და ფიზიკური სხეულზე რომ ხვდათ ხნისათვის განტირული
მიწაში მიწად მიიქცევა იმას ნათლობად კიდევ ის დაიშლება მაინც. ამიტომ მათ არ ისმით ეს და ეუბნები რომ მე უკვე უდური ვარ, არ შემიძლია რამის შეცვლა. და აქამდე რატო არ ზრუნავდნენ? რატო გაინტერესებდა არის მართლა თუ არა მართლა? ხო რაღაცა მიაბარე. მე თავდება ამით. უამრავი სხვა შემთხვევებიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია თუ ოჯახის წევრებს მეცხოვრობენ, მათთვის ეს უცხო არ არის. რომ გარდაცვალებიდან სულიად უნდა მოემზადოს ადამიანი. ასესაც. და შეიძლება სხვა მომენტიც იყოს ის გავთად ადამიანი შეიძლება შესრულებულიყო და ეხლა უკვე შეუძლებელია მის შესრულება. ამიტომ მაცხოვრებელობა რომ ის გარდაიცვალა, შენ ვერაფერს ვერ შეცვლი იქ სულიერად. ხორციელს ისინი აკეთებენ. იქ ზედმეტი ხარ შენ. საკმარის ხალხი იქ. შენ მე გამომყევ რატო? ვიცი გზასრული ცხოვრებისა და აი ამ გზაზე შეეწიო შენი მიცვალებულ სულს. შენი ლოცვებით, მარხვებით, ეკლესიის ლოცვით. აი როცა დააკითხები აზია ტაძარში დადიოდა არა. ახსარება ქონდა ჩაბარებული არ ვიცით. ხო და ამ დროს წესი უნდა აუგო და ღმერთი წამდა, არა ღმერთი წამდა არ უარყოფდა და კეთილი ადამიანი იყო, კეთვიან მე. ეს არის გამოსავალი მეუფე? დისი. მიცვალებულისთვის. არა. და არც ჭის უფლისათვის. თვითონ რასაც შეიძლება პირიქით ამ დროს თუ საშუალო პირს მოусმინა როგორ მოუშვეს რა გაკეთოს და თვითონ ირწმუნებს და შეუდგება გზას ასაკური ეს ასკეთო იქნება მისთვის. და ზოგი ბრყოლდება და კიდე გაკეთვაში ვარდება. ასეც არის გამოიცხადე. ასე აქ გულისხმიერება საჭირო მიხვდე ვის რამდენი რა დოზით როდის მიაწოდოს და რა ფორმით. მეუფე როცა სასულიერო პირი მიდის მიცვალებულთან ოჯახში და აღმოჩნდება რომ ის არც ეკლესიაში დადიოდა, არც ახსარებას აბარებდა და ამ დროს ახდება წესი უნდა აეგოს თუ არ უნდა აეგოს. ფაქტურად ის ეკლესიის წევრი არ იყო. მაგრამ მონათული იყო, ხო? მონათული იყო. ჩვენ რამეს ვერ ვითვალისწინებთ ამ დროს ღვთის წყალობა ადამიანის მიმართ კიდევ იმაში თორმარებს და ვიხატებ რომ ვიდრე სული გავა სხეულიდან ადამიანს ეძლევა საოცარი ესეთი ხილვა ამის ყოფით დაინახოს გავლილი ცხოვრების გზა. დიახ. და თვითონ აი ამ მომენტში ამ წამებში დაინახოს რა იყო არასწორი და კიდევ ითხოვს შენდობა ვიდრე სული გავილოს სხეულიდან ამისთვის. მაგრამ ეს ჩვენთვის უხილოდ ხდება. ჩვენ ეს ცოდნა გამოცხადებით გვაქვს მიღებული და მამებისგან და ასეთ მიღებული ცოდნაა ეს. აიტომ თავისთავად სული უნდა იყოს. მეუფე დავუბრუნდეთ ახლა ჩვენ თემას და აი ჯურის თაყვანისცემა იყო კვირას და ეს საიდან დაწესდა, საიდან მოდის, რომელი საუკუნიდან მოდის? საერთოდ საეკლესიო ტიპიკონი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა. პირველ საუკუნეებში მოცხონზე ერთად იყვნენ ასე მე როდესაც ყველა თავის ქვეყანას წავიდა საქადაგებლად იმ ხალხისთვის რაც უფრო გასაგები მისაღები იქნებოდა იმ ფორმით ეუბნებოდა და შეიძლება სხვაობა იყოს ფორმაში ღვთისმსახურებისა. მაგრამ კულმინაციური მომენტი ყველა მსახურების არის წმინდა ზიარება, ევქარისტია. დიახ. და აი აქ ერთნაირია ყველა. ამის გარეშე ღვთისმსახურება ადრეს კარგავს. საერთოდ ზუფხათან ყოფნა. და უფლის მიერ მოცემული ეს როგორც აკურთხა ეს პური განტეხა და სხვა ეს ხალხი ჩვენ თქვენ დატეხილი მისაწოდათა
შემდეგ ვინო აკურთხა სასმისში და ეს არის სისხლი ჩემი ახლისა თქვენს და ბრალთაზე დათხეული ქვეყანას ეზე და აი ეს კულმინაციური მომენტი გვაერთიანს ყველას მაგრამ ფორმა როგორ შესრულდება სახურება შეიძლება იონე ნათლის ღვთისმეტყველს ეფესოში მოღვაწეობდა თავისი ქონდა ტიპიკონი პეტემოსკუს რომში თავისი ტიპიკონი ქონდა მაგრამ ორივეს ერთი ქონდა ცენტრი ამის იქნება ევქარისტია მინდა ზიარება ზიარებაში ერთობა უფალთან და ადამიანებს შორის ერთობა ყველა შემთხვევაში შეიძლება ფორმებში ან კონკრეტულ რაღაცა სიტუაციას გასხვავდეს მაგრამ არსებითად ეს ერთი და იგივე არის ამიტომ ხდება გაერთიანება ადამიანისა უფალთან და ადამიანებს შორის მაცხოვრი ამიტომ ეუბნება მოწაფეებს რომ ახალცებას გაძლევთ მე თქვენ რომ ახალცებას ორი ცნება იყო მთავარი ღვთისმსიყვარული და მოყვარსიყვარული არა ახალცებას გიყვარდეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ ანუ ცნება მოყვარსის სიყვარულისა კონკრეტდება ზოგადი და ვინა მოყვარსი და როგორ უნდა შემასრულო ფალი უნდა იყვარდეთ როგორც მე თქვენ შეგიყვართ ანუ თქვენ სანამ ცოდვაში იყავით უმეცებაში იყავით მე მაშინ უკვე მიყვარდით მე მაშინ მოვიდით თქვენთვის მე თქვენთვის ჯვარი ვიტირთ გოლგოთაზე შევეწირე თქვენთვის ასე თქვენს ერთმანეთისთვის ასე ვიყავითო ეს არის მოყვარს სიყვარული გაუკეთო ის რაც გინდა რომ შენ გაგიკეთო გინდა ცხონება იზრუნი მის ცხონებისათვის არ უნდა განეკითხო და არ გაუკეთო რაც შენ არ გინდა არ გინდა რომ ლანდღო გიკითხო შენ ლანდღო განეკითხა მაშინ აი ანუ სიყვარულის აი ცნებას უფალი უფრო კონკრეტებს და მაგალითად ცოცხალ მაგალითს გვაჩვენებს რაც მათ შორის დაანახა თავის მოწაფეებს ოთე იყო აი ეს გაერთიანებს პირდაპირ წირვის დროს ვინდა ვეზიარებიან ერთმანეთთან მიდიან და ქრისტიან ჩვენ შორისო ანუ ღვთისმსიყვარული ჩვენ შორის ეს გაერთიანებს ჩვენ ქრისტე და ამ სიყვარულით ვერთიანდებით ჩვენ მერე და ამიტომ აი ამ ჯავრის თაყვანის სიმის კვირას გასულდეს მნიშვნელობა ვერ ვახსენებს რომ ამ გოლგოთის შეჭრილ ხებს და რომლის შესახებ პალმა არაიზის უთხრა მაგრამ რეალურად საიდუმლოსერობაზე დიდხუთ ჩავთვალე აღნიშნავთ ან დაანახა თანდავლობით და სიყვარული და მოთმინები და ერთმანეთის ზრუნით შესაძლებელი ცხონება ადამიანის თქვენ აი რა მაინტერესებს რომ გვიპასუხოთ დღეს უამრავი ადამიანი იმიზეზებს ტაძარში არასიარულს შეიძლება სამართლიანადაც რომ აი ვიღაცა დაინახა მრევლია და არ სწორად ცხოვრობს მესხანებაშია კიდე სხვადასხვა ცოდვაშია მე რო დაეკითხები ამბობს რომ აი რატომ უნდა ვიარო ახლა იგი თუ დადის რასაკეთებს მე ღმერთი მწამს ჯერა სიგეთეს ვაკეთებ და საკმარისია იგი ჩემთვის ღმერთთან ურთიერთობაში მეორე ამბობს მე ღვდელი დავინახე შეიძლება სამართლიანადაც რაღაცა შეცდა ღვდელი და აი ღვდელი ასეთია ისეთია და მე რა მინდა იქ რომ მივიდე რატომ უნდა მივიდე მე ღმერთი მწამს სიგეთეს ვაკეთებ და ცხონდები და ჩემთვის ეგ საკმარისია აი ეგ სამართლიანია ამის თქმა მე უკვე ასე სიყვარულის გარეშე ცხონება შეუძლებელია არა მგეს მიზეზი აქვს რომ აი ხალხი არის ესეთი ეკლესიაში ვიზადის უდელი არის ესეთი და მე არ მინდა არ დავდივარ შენ უფალთან მიდიხარ ადამიანებთან კი არა შენ უფალს უნდა შეხვდე სასופველოში და მოდი შენ მაგალითი უფლისგან აიღე უფალი თუ ვინეს ეუბნებოდა მე საყვედურს სასწაულებად ეუბნებოდა ესე და პეტემოცხეს უსაყვარლეს არის მოწაფეს როგორ კაცად ეუბნება რატო შეიძლება ყველაზე მეტად ჯერ უყვარს ის და ის კიდე გაკადნიერდა გზნობს ამ სიყვარულს უფლისა და უკვე შეეკამათა მათ ხოლმე
არა ესე კი არ იქნება ესე ჯობია მე შენ ადამიანი ხარ ის უფალია შენ როგორ დასწავლო რა უკეთესია ეს ყველას გვემართება მე ხო და აი ადამიანის შორს ეს არის ჩემი აზრით მე უკეთესი მგონია ხის აზრზე მაგრამ უფლის სიტყვა არა კერძო სიტყვა აზრი უფლის სიტყვა განვაფება აი მარტო სიკეთის კეთება არის საკმარისი იმისთვის რომ ადამიანი ცხონდეს ტაძარში თუ არ დადის თვითონ სიკეთის ცნებაც კი არ გვესმის სწორად სიკეთე შენ გარეგნულ საქმეებით გამოჩნდეს ნუ ვთქვათ ავტოფი მოინახულე პატიმარი მოინახულე იქ გაჭირებულ ადამიანს დაეხმარე კი მაგრამ ეს არის საქმეები და შენ გულში რა ხდება ეგ არ ვიცი და ესეთი მაგალითი გვაქვს გამიხსენებს რომ უფალი ეს მოწაფეებს ეუბნება აი ადამიანები შედიან და იყო სპეციალური ულაბასავი სადაც შესაძლოა სწირავდა ადამიანები შედიოდა და როგორ გონიათო ვინ შეწია ყველაზე მეტიო ნუ დაიბნე ვინ დათვლის ვინ რამდენი შეწირავდა ანუ რაოდენობრივად განსაზღვრეს თქო არა აი ქრივა დედაკაცო ორი გროში ჩამს ყველაზე მეტი იმან შეწირავო თორე ეს უკანასკნელი ქონდა და მთელი გულით გააკეთაო და დიდარში ბევრი ქონდა და იქიდან ნაწილი რო შედა კი რაოდენობით კი მეტია იმ ორ გროშზე მაგრამ გულის ხმიერი მოქმედებით ის არაფერს არ წარმოადგენს იმიტომ ამან უკანასკნელი გასცა ხო და ამას კიდე 1000-დან 10 გასცა და იმდან ბევრს არაფერი დააკლდა ხო აიტო ძირფასი ეს არის რომ მთელი გულით ეკეთება მთელი მონდომით ეკეთება ეს იწირება განსაკუთრებით ქრისტიანში და ამიდან შესაძლოა და ნუ აბა თითოეულ ადამიანს ეს გულში ჩაიხედოს და მე ვფასეც რომ განვიხილოთ სოფლიო აი ადამიანები ხო არიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ბუდისტები მუსულმანები ისინი სხვა გეთებენ სიკეთეს ხო და მაშინ იანი რატო არ ცხონდებიან უნებრივია სიკეთის კეთება იმიტომ რომ ჩვენ ღვთისხატებისათვის შექმნილი სინდისი კარგა ხო ითხოვს შეგან მაგრამ აი ცხონებას შენ თუ მარტო გარეგნულია სიკეთის კიდე ცხონდა ცხონება ის ხო რამე ცხონება ღმერთთან ერთობა და იმას თუ ღმერთი არსებდა მოდ გარეგნულ სიკეთეს კი აკეთებდა მატერიალურ თავის გამოსატულებით მაგრამ რაც თავარია ამ სიყვარულმა უფალთან უნდა მიგიყვანოს და შენ უფლის გარეშე თუ მოქმედებ და არ გაინტერესებს არაფერი ხო რისთვის აკეთებ ამას რატო აკეთებ ვინ გასწავლა და როგორ უნდა შეასრულო ეს და შენ თუ როგორ ახლა ღვთისწინა შენ თავს ხედავ ანუ სიღრმისეულია ქრისტიანული სარწმუნოების მიდგომა ადამიანის ცხოვრების და ეს არ არის ხო ამდენი სიკეთე გავაკეთე და ეხლა შესაძლოა ამდენი მეკუთვნის კიდე სასუფეველო შეარფერი გეკუთვნის მეგონებით ლათინებს კათოლიკებს ხო აი შესაძირავი რო ქონდათ და შეწირე და ცოდვები მიგეტებება ესე გამოდის ასე ვდგებართ მაშინ ხო ნუ ეს ინდულგენციებით ვაჭრობა ხო აი ხო მგონება ამას ესეც მაშინ სიკეთე ვაკეთე მე მცხონდები უკვე გარანტირებული ვარ აი ასე გამოდის მაშინ ხო და ამიტომ სასუფელი არ იყიდება სასურველი მიიღწევა ან ვერ მიიღწევა მე ვფე ეხა მარხვა მიდის და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი აი ჩვენ ფაქტობრივად მაგ საკითხს შევეხეთ და მაგაზე საუბრობ და რა არის მნიშვნელოვანი მარხვაში როცა ადამიანი მისთვის ზოგი კვებაზე ამახვილებს ყურადღებას ნუ ეს ყველაზე დაბოლდონია საკვებით იმიტომ რომ მოწყვლიანს საჭმელი და სასმელი სასუფეველს არ იმკვიდრებსო ეს თავის შეკავება გარკვეულ საკვებისგან ეს არის მხოლოდ საკუთარ თავში ძლევა ან დაძლევა ნაყროვანების გემოთმოყვარების
ხა კი გარკვეულად ეს ხორცის და გარკვეულად ცილოვანი პროდუქტის ხო მიღება დამატებით ენერგიებს იწვევს ადამიანის სხეულში და ამიტომ შეიძლება მეტ ბუნებებში ჩავარდეს. აქ თავშეკავება ამ შემთხვევაში ეხმარება ადამიანს რომ დაძლევს თავისი ბუნებიანი სრულების დახვები და მოდაობები. კიდე გონებაში, კიდე გულში, კიდე სიზმრად და შინაგან. მაგრამ მარხვაში თავი განსაცდელს ეწოდება სინანული. ამიტომ მარხვაში განსაკუთრებით იკითხება სომბერის ლოცა ეფრემ აშურის ლოცა, წმინდა მამის ღირსი მამის ეფრემ აშურის ლოცა, რაც ებიდებს უფალ და მეუფეო ცხოვრის ჩემსა, სულსა უქმობისასა და მინუტელობისასა და თუათ მეტყოლებისა ნუ მიმცემე. ხოლო სული სიტყვისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, სიყვარულისა, მომადლებები. და ბოლო სამუშო რომელიც არ განკითხავთ ძმისა ჩემისა, ხო? ეს არის მარხვის არსი. უფალის ხალხთა სიმბოლოდ ამბობს, რომ როცა მარხულმა დაიბანი პირი და თავზე ზეთი იცხეო. პირს რო ისეთ ვიბან ჩვენ ყოველდღიურად, არა. ამ პირის დაბანზე პირი არის ჩვენ ხილული საქმეები. დაიბანი რომ ხილული საქმეები კეთილი იყოს შენი. მაგრამ შენი ფიქრები, განცდები, ზახვები, გონება შენი ზეთიცხე, ზეთი წყალობის სიმბოლოა. იქაც წყალობით და მოწყალებით იყოს შენი ფიქრი, აზრი, დამოკიდებული სხვა ადამიანის მიმართ, ახლა ცოცხლების თუ მიცვალებულების მიმართ. აი ეს არის მარხვის კანონი ქრისტიანულად. ამბობენ რომ მარხვას ეშმაკიც კი იცავს, არ ჭამს იგი საჯმურს. ხო და კიდე ასეთი მაგალითი მოყავს ზოგს, აი მაგალითად ძროხა, საერთოდ არ ჭამს ხორცს. არც რამეს არ ღვევს, არ ჩუბობს, არც არაფერს აკეთებს. ცოტა ისე შედარებაა, მაგრამ ხო. ანუ საჭმლის სასმელი არ იმპირებს სასუფეველს. მაგრამ შენ საჭმლის სასმელისგან თავშეკავება გამოიყენო გარკვეულ სასფერის მიღწევისათვის, რათა შენში დაძლევს შენი ბუნებები. ხა, ვინც სასმელს არის მიჩეული, სასმელი თავი შეიკავოს. ვინც ხორცს ჭამს არის მიჩეული, ხორცსგან თავი შეიკავოს. აი გაბრიელ ლაპარაკი არის მეორე კიდე რომ აი აქ ადამიანს დაავადებოდა დიაბეტის, ან კიდე თქვა გულწრფელის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები, ხო. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული შეღავათის გაწევა, მაგრამ ეს მოდვართან საპირად მოდვართან შეათახოს. როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მოსაკლავად კი არა ხარ, შენ თუ გავნებს აი თქვა ადამიანი ვერ ინელებს ბოსტნეულს. და თქვა ხდება რა იმიტკილებია. ხო და მოდი ეს შეცვალე მაშინ ბოსტნეულის სხვა რაღაცით და სამაგიეროდ მეტი ლოცა ქონდეს, მეტი მოწყალება მქონდეს. მეტად ეცადე შეურიგდე ვისთანაც განაჩხუბარი ხარ და ესე ხო? ლაპარაკი პირად ურთიერთობებზე. ისაც შენზე არ დამოკიდებული, შენ ვერ მიუტევებ. და თავარი არსი ხო არის ეს ყველაფერი მეფერაზე ჩვენ საუბრობთ, რომ ადამიანი არ უნდა განიკითხო, არ უნდა იჩხუბო მარხვაში, ხო და თუ ამას არ იცავ, იბჭამის დაცვას რა მნიშვნელობა აქვს მაშინ? ხო. თქვენ მეფე აი მაგალითად ადამიანებმა მარხვაში, დიდ მარხვა მხედველობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს? აი ტაძარში წირვალუცას უნდა დაესწროს თუ არა? არის კატეგორია ადამიანების ისეთი, რომლებიც მოვლიან ბოლო კვირაში, თან აღდგომას მოვლიან. და ხო არისო იქ ყველამ უნდა ეზიაროსო და ჩვენც უნდა გვაზიარო. ეს რამდენად სწორია მეფე? ნუ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. ადამიანმა თუ ახალი მოსული ეკლესიაში უნდა მოძღვარს კითხოს. აი უთევა იყოს. თუ უკვე არხის საერთოდ მოსული საერთოდ რო დადის ტაძარში უნდა
იცოდეს წმინდა მამების სწავლადარიგებანი ქრისტიანის ცხოვრების შესახებ და იმითი ხელმძღვანელოს. და ბოლოს თვითონ სიძის კარნახითაც უნდა იმოქმედოს. თანდათან განისწავლოს. ეგრეთ ცხოვრება ეს არის ნელ-ნელა თანდათან ადამიანის განათლება, განწმენდა და უფლისწვლა. ხო, კარგი, მეუფე, დიდი მადლობა მეუფე გადაცემაში რომ მობრძანდით. და კიდევ ერთხელ დავლოცოთ, უსურვოთ, რომ რაც თქვენი საუბრეთ მეუფე. დაიცვანეს, რომ აი ტაძარშია რომ ხილოცონ ხილავით უნდა იყოს სულიერი და ხურცილი უნდა იყოს ეს. ხილოცონ და რომ სულიერად გაძლიერდნენ მეუფე და კიდევ ერთხელ მეუფე დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. პატრიციონტელო მაყურებელო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.